გვიახლოვდება პატრიარქის მე-40 დღე გარდაცვალებიდან და ამ გასულ პერიოდში თითქმის აი ყველა სახარება, რომელსაც ჩვენ წიროზე ვკითხულობდით, შეუძლებელი იყო, უბრალოდ შეუძლებელი იყო, რომ არ დაგეკავშირებინა ჩვენ მის უწმინდესობასთან და დღევანდელი სახარებაც ესეა. დღეს არის შაბათი, ბრწყინვალე შვიდეულის შაბათი და დღეს წავიკითხეთ სახარებიდან ადგილი, სადაც აღწერილია თუ როგორ ნათლავს ივანე ნათლისმცემელი. ივანე ნათლისმცემელი მარტო იორდანეში კი არ ნათლავდა, დადიოდა ხოლმე სხვადასხვა ადგილებში, სადაც წყალი იყო, წყალი ძალიან ძნელი მოსაძებელია და ნათლობის დროს, ერთ-ერთი ასეთი ნათლობის დროს მივიდნენ მასთან მოწაფეები და ცოტათი ესეთი შეშფოთებით უცხრეს, რომ ეცირაო, აი შენ რომ ნათლავ, ისიც ნათლავს, აი ვინც შენთან ერთად იყო მაშინ იორდანეში და რა თქმა უნდა საუბარი არის იესოზე, რომ იესოც ნათლავს და ძალიან შეშფოთებულები იყვნენ, იმიტომ რომ ივანე ნათლისმცემელი წარმოიდგინეთ, ხა მაშინ მათ არ იცოდნენ ქრისტე ვინ იყო. და სრულად ვინ იყო, ესე იგი არ იცოდნენ და ივანე ნათლისმცემელი კი იცოდნენ, რომ ეს იყო ნამდვილად ღვთისგან გამორჩეული ადამიანი, ეს ხდება სანამ ივანეს დააპატიმრებენ, ნამდვილად ღვთისგან გამორჩეული ადამიანი და აი ჩვენი წარმოდგენით რო ვთქვათ, დღეს ეს იყო პატრიარქი იერუსალიმის, თუმცა მაშინ სხვანაირად ერქვა, წინასწარ მეტყველი ნიშნავდა პატრიარქს და მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს ყავდა მეფე, მიუხედავად ამისა, ეს მაინც ჯერ კიდევ თეოკრატიული ქვეყანა იყო და ფაქტიურად უპირატესი ქვეყანაში იყო ივანე ნათლისმცემელი. ანუ პატრიარქიც იყო და ესე იგი საერო ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ მეფე არსებობდა, მაინც მთავარი პირი იყო ივანე ნათლისმცემელი და ივანე ნათლისმცემელი ნათლავდა და ეხლა გამოჩნდა, კი იყო ნიშანიც ყველაფერი, მაგრამ აი ნათლავს. და ივანესთან მივიდნენ შეშფოთებით და უთხრეს, რომ რას ნიშნავს ეს და ივანემ დაამშვიდა ესენი და უთხრა, რომ რის რაც მე მაშინ თქვი მასზე ეს ყველაფერი ძალაშია. ანუ აქ რაზეა ლაპარაკი, ნახეთ, იესო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ღმერთის დადგენილია და თვითონ იესოსი რომ ნათლისმცემელიც რომ ნათლავდა და ყველაფერი, მაგრამ ადამიანებმა ეს არ იციან ჯერ. და იონემ თქვა, რომ ესე იგი ეს არის მემკვიდრეობითობა. ფაქტიურად დაამშვიდა ეს ებრაელები და უთხრა, რომ უნდა გადავიდეს აუცილებლად ეს მადლი, ეს საფრთხო მადლი სულისაწმინდისა არის გარდამავალი და მერე ცოტა დრო გაივლის სამწუხაროდ მალე აღესრულება უკვე იესო ჯვარზე და სანამ ეს მოხდება და მერი განსაკუთრებით ალბომის შემდეგ იესო აი ამ მადლს, რასაც თვითონ აღასრულებდა ღვთისმსახურების მადლს, გადასცა თავის მოციქულებს და გადასცა გადაცემის უფლებით. ანუ მოციქულებსაც მიენიჭათ ეს უფლება, რომ არა მარტო აღასრულონ სრულად ყველაფერი, რასაც იესო აღასრულებდა, როგორც მღვდელმთავარი, არამედ რომ მათ მოციქულებს უფლება აქვთ, რომ ეს ყველაფერი გადასცენ. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მთავარი პრინციპი ჩვენი ეკლესიის არსებობის, ეს არის, რომ ეს მადლი გარდამავალი, ხელიდან ხელში გადადის და დღემდე ასე მოაღწია ამას. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ სულ მალე პატრიარქი ილიამ მეორის 40 უნდა აღვნიშნოთ და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე უნდა ვიმსჯელოთ და ვისაუბროთ, ვინ იქნება შემდეგი პატრიარქი. და მინდა გითხრათ, რომ ეს მოვლენა მიუხედავად იმისა, აი ვერ წარმოგვიდგენია ჩვენ ამ ჩვენი პატრიარქის მერე ვინ შეიძლება პატრიარქი რო იყოს, აი მასთან შედარებით, ხო? უფრო მეტად ვერ წარმოედგინათ მოციქულებს ვინ იქნებოდა იესოს მერე. თუ შეიძლება საერთოდ რამე ყოფილიყო. და აი
მოციქულთა თავად იესომ უკვე აღდგომის შემდეგ დაადგინა პეტრე მოციქული, მერე ცოტათი მოგვიანებით პავლე, რომელიც საერთოდ არ იყო 12 მოციქულთა შორის და აი მოციქულთა თავნი არიან პეტრე და პავლე და შემდეგ ეს მათ გადასცეს მემკვიდრეობით ასევე სხვა მათ მოწაფეებს. ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს გარდაცემის საკითხი ეკლესიაში, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. იესომ კი გადაცა ეს და იოანე ნათლისმცემლისგან მიიღო და შემდეგ გადაცა თავის მოციქულებს, მაგრამ რა გადაცა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ეს არის მადლი სულისაწმინდისა, რომლის ძალითაც ისინი მოქმედებდნენ, მაგრამ ფაქტიურად იესომ შექმნა ეს ეკლესია და ბოლოს დააფუძნა და აი ეს ეკლესია, რომელიც დღემდე არსებობს, აი ეს წესი. და მინდა გითხრათ, რომ აი ჩვენი პატრიარქი 50 წელი როგორც პატრიარქი და მანამდე კიდევ 20 წელი როგორც სასულიერო პირი ქმნიდა აი ამ ეკლესიას, რომელსაც დღეს ჩვენ უყურებთ. ჩვენ ვერც კი წარმოგვიდგენია დღეს, რომ აი როგორ შეიძლება ეს ყველაფერი არ ყოფილიყო, არ იყო ძალიან გრთალად გამოხატული, სულ რამდენიმე სასულიერო პირი იყო საქართველოში და ეს წესი ეს ერთი და მეორე, გარდა იმისა, რომ ეს წესი დაგვიტოვა, რომელსაც წარმოუდგენელია, ესე იგი ვერ შევცვლით, ვერავინ ვერ შეცვლის ამ წესს. იმიტომ რომ თუ ვინმე ერთი ადამიანი გამოჩნდება და შეეჭიდება ამას და მოინდომებს, სიმრავლე სისავსე ეკლესიის არ დაეთანხმება, ამაზე ვერ შეცვლის. რომს იყოს ასეთი არ იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ გარდა ამ წესისა, აი რომ მიმოვიხედოთ ჩვენ გარშემო, რას ვხედავთ დღეს, ხივული ნაწილი როგორია ჩვენი ეკლესიის, აი ამასაც ესე იგი ვერაფერი ვეღარ შეცვლის აწე. აი ეს დატოვა პატრიარქმა. და მინდა გითხრათ, რომ არ ვიცი რამდენი ხანი იქნება ასე. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ კონსტანტინე დიდმა იმპერატორმა ისეთი წესი დაამყარა თავის იმპერიაში, რომ 1000 წელი ესე მოქმედებდა. აი ფული, რომელიც მოჭრა მაგალითად, აი შემოიტანა ეს სისტემა, კონსტანტინე დიდმა 1000 წელი მოქმედებდა ბიზანტიის იმპერიაში. და მინდა გითხრათ, რომ აი რაღაც ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ეს არის ჩვენი დღევანდელი ეკლესია. და რა თქმა უნდა, ვინც არ უნდა ავირჩიოთ ჩვენ პატრიარქად, ჩვენ ვირჩევთ ამას ხალხი და ეპისკოპოსები. ვინც არ უნდა ავირჩიოთ პატრიარქად, რა თქმა უნდა, ჩანაცვლება და ესე იგი აი ეს რომ უარყოფა ილია მეორემ დაამთავრა თავის მოღვაწეობა, ეხა ჩვენ ახალს ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, ბევრი დრო დაჭირდება ის უმცირედი ცვლილებების შეტანისთვისაც კი, ოღონდ დადებითი. თუ დაამატებს რამეს თორე ახალი პატრიარქი, თორე აი პატრიარქმა რაც დაგვიტოვა ჩვენ. ეს არის რაღაც საოცარი მადლი ღვთისა და სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეს პატრიარქმა კი არ დაგვიტოვა, ღმერთმა დაგვიტოვა პატრიარქის ხელით. ასე რომ ვერ გეტყვით, უნდა მოგისამძიმროთ, თუ უნდა მოგილოცოთ, ესე იგი, რომ ეს ყველაფერი გამობრწყინდა. ესე წერია სახარებაში, ესრეთ ვრწყინევდნენ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილათ სანთელზეა, აი სანთელი რომ საწოლისქვეშ არ დაიმალება და აი სანთლის სინათლეზე არის საუბარი და შემდეგ ბრძანებს ფალი ესრეთ ვრწყინევდნენ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილნენ საქმენი თქვენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ეცათასა და მინდა გითხრათ, რომ აი გარდაცვალების შემდეგ თანდათანობით დაიწყო მანამდეც ბრწყინავდა, მაგრამ ახლა დღეს განსაკუთრებით ბრწყინავს ნათელი და კეთილი საქმეები უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის. ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად! ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად! ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად!